მოვედი 1957 წლის იანვრიდან, 1 იანვრიდან უკვე გამაფორმეს შტატში ჩამსვეს. იყო ორი ავტობუსი, წითელი მოძრავი, ერთხვა მოძრავი სატელევიზიო სადგური, რუსულად ერთხვა PTS-2. წლის 5 მარტი საბჭოთა კავშირის 24 პირველობა კრივში გადაცემა თბილისის სახელმწიფო ცირკიდან. ცირკი მახსოვს კარგად. 58-ში იყო ეს ცირკიც და მე მანდ იყო ჭიდაობაც იყო საბჭოთა კავშირის პირველობა კრივის გარდა. მაგის რატომ მახსოვს რომ დებერიძე გამოდიოდა უკრაინის მხრიდან და ჩვენგან ბალავაძე ერთ წოდით კატეგორიაში. და მეორე იმავე წლის მარტია 15 საათსა და 55 წუთზე, ესე იგი 5 წუთი ადრე იწყებენ როგორც ჩანს რეპორტაჟს. საბჭოთა კავშირის პირველობის გახსნა ფეხბურთში, მოსკოვის დინამოსა და თბილისის დინამოს ოსტატ ფეხბურთელთა გუნდების მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი დინამოს სტადიონიდან. როდესაც უკვე ვემზადებოდი ქუჩაში ვდგებოდით, უამრავი ხალხი მოდიოდა. ყველა საინტერესებდა, შემოდიოდნენ ავტობუსში უხსნით. უცი როგორ იყო, კამერებს ქუჩაში ვაწყობდით, იქ ვამზადებდი და მე შევხვდა თქვა სტადიონზე და შენობაში. საცდელი გადაცემები მიდიოდა. იმიტომ რომ მომსახურე პერსონალს ეთვისებია სატელევიზიო ტექნიკა. და მიდიოდა სპორტული გადაცემებიც, მიდიოდა შემეცნებითი გადაცემებიც, მიდიოდა თეატრებიდან მიდიოდა გადაცემები. ათვისებაც მიდიოდა, გადაცემაც მიდიოდა, ყველას გამოცდა მიდიოდა თელი პერსონალის. PTS-ი რო გამოჩნდა, მერე იყო ხოლმე სპორტული გადაცემები პირდაპირი ტრანსლაციით. კალათბურთი ეს იყო პირველი რეპორტაჟი. 58 წელი კოტე მახარაძის პირველი რეპორტაჟი კალათბურთის მოედნიდან. პირველი ღონისძიება იყო კალათბურთის ტრანსლაცია, მასში ჩაწერები არ ხდებოდა და მარტო გადაცემები იყო თბილისის ფარგლებში. იყო ამერიკის და საქართველოს ნაკრების შეხვედრა დინამოს სტადიონზე. გადაცემა მიყავდა რეჟისორი იყო მეგრ მარიაშვილი, ოპერატორები იყო ლერი არცივაძე, ელვიკო დუნდუა და ოთარ ქუთათელაძე. კალათბურთის დროს ორი კამერა ედგა იქ მოედანთან. და ერთი კამერა იყო აღზევით. და ისე მიყავდა რეპორტაჟი. კომენტატორი ჯიქური იყო ახლა და ბატონი კოტეც აქ ბრძანდებოდა და აქედან მიყავდა პირდაპირი რეპორტაჟი. გვერდებზე იდგა კამერები, ერთი კამერა იყო ზევითად მასში. მაშინაც ახალი იყო ჩვენთან და ისე პროფესიონალურ დონეზე არ იყო ის, მაგრამ ძალიან კარგად წავიდა რეპორტაჟი, მოწონება დაიმსახურა. გაზეთებს შეხლა ჯერ თამაშის ის განხილვა იყო, მე აქ ფლოვანებული რომ ხალხმა პირდაპირი ტრანსლაცია ნახა, ვერ შემოვიდა ხალხი. მაშინ ისეთი ამბავი იყო, ბილეთები ცოტა იყო და მოთხოვნა ბევრი იყო. ძალიან ბევრი იყო ჩავოსული რაიონები და მაყურებლები. ძალიან ისეთი თამაშის მართალია წავაგეთ, მაგრამ აი თამაში იყო მაშინ ბატონი. ამიდი თამაშის დროს დამდგარი ამიდი იყო და მანამდე წვიმა იყო. უბედურება ის იყო რომ გაწვიმდა. წვიმა არის და ეხლა ის პარკეტია მაინც დაგებული, ფიცარია, დასველებულია, გამოვლენ სავარჯიშოთ, გაწმინდავენ, გაცურდებიან, ისევ წამოვა წვიმა. ნუ ფაქტურად ერთი დაახლოებით თუ არ ვწდები, 40 წუთი 1 საათი ველოდით დაწყებას და მე იმასაც ვლაპარაკობდით რომ წვიმა რო არ ყოფილიყო, ჩვენ შეგვიშალა ხელი წვიმამაცო, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ტემპში ვთამაშობთ ხო ისე და აი ამ ტემპს იგივე ინწკირველი იყო ძალიან შურიკა კილაძე თამაშობდა შორიდან ესროდა, მაგრამ სასაცილო რა არის? მაშინ ჩვენ წარმოდგენა არ ქონდა ნახტომში სროლის. სროლა მიდიოდა დაბლიდან, ესე შორიდან სროლი კილაძე იყო, ემზადებოდა ერთად, აქედან გაუშვებდა და ჩააგდებდა. აგდებდა, მაგრამ იმის დაფარება ძალიან იოლი იყო. და რო გამოვიდნენ ვარჯიშზე ამერიკელები და რო დაიწყეს და რო წამოვიდა ვიღაცა და ორი ხელი რო ახტა და რო ჩატენა ბურთი კალათში, პირი დავაღეთ სულ ყველამ, ეს რას აკეთებენ? და ჩვენებიც ესე გაკვირვებული უყურებდნენ და
მერე ცოტა ხანში წამოიღო და პტიცა რატო ერქო კარგად ხდებოდა გამოიქანა პტიცა მაიღო ორი ჩატენა თურმე ჩვენ შეგვიძლია წამოვიდა აპოლონო ორნაბიჩი და ჩატენა იმანაც და თურმე ესე ჩვენ შეგვძლებია ესა და ამან უფრო იმედი მოგცა მაგრამ თამაში ისე წავიდა რომ ყველანაირად ეხლა ჯერჯერობით გამოცდით რო ყოფილიყო მეორე მესამე თამაში იმ გუნდს ალბათ მოუგებდით მე ესე მგონია რა ვიცი თუ ის დაბეჭდილება იყო და აი ამან ძალიან ისეთი ის გამოიწვია რა პირველად ვნახეთ კალათბურთი როგორი უნდა ყოფილიყო პირველი რეპორტაჟი მამასი იყო საკალათბურთო რეპორტაჟი ეს გახდათ როგორც თვითონ აი მის მიერ დაწერილ წიგნში ორი ბატონის მსახური იხსენიებს და ზუსტად მე სწორედ სპეციალურად წიგნიდან წავიკითხავ და თუ რატომ ამაზე ცოტა მოგვიანებით პირველი რეპორტაჟი ეთერში 1957 წელს გავედი მაშინ თბილისში ამერიკელი კალათბურთელები ჩამოვიდნენ და გაჩნდა კითხვა ვისთვის უნდა დაევალებინათ მომავალი თამაშის კომენტატორობა ბრწყინვალე ეროს სიმანჯგალაძემ ქართული სპორტული რეპორტაჟის პიონერმა უარი თქვა რადგანაც იგი პრინციპულად მხოლოდ ფეხბურთის მატჩების რეპორტაჟს უძღვებოდა სწორედ მან შესთავაზა მე დავესვი მიკროფონთან კოტე მსახიობია ენაც უჭრის სპორტიც უყვარს თანაც ოდესღაც თვითონაც თამაშობდა კალათბურთსო დებიუტი წარმატებული გამოდგა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ თბილისის დინამოსა და ლენინგრადის ზენიტის მატჩი შედგა ჩემი როგორც ფეხბურთის კომენტატორის ნათლობა. ჯერ ერთი არიან ამ მატჩის თვითმხილველებიც, ვინც მაშინაც მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში და რა თქმა უნდა გაზეთ ლელოს მაშინდელი ნომერი, სადაც დათარიღებულია შეხვედრა 58 წლით. არ არის არც ერთ დოკუმენტში ნახსენები, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები ჩამოვიდა თბილისში 57 წელს და 58 წლის აპრილში ეს მატჩი შედგა თბილისის დინამოს სტადიონზე. ამას ვესწრებოდი მე, ვინაიდან მე ამ თამაშის ანგარიში მქონდა დასაწერი სავერცხი სპორტისთვის. ხოდე კარგად მახსოვს კოტემ მითხრა რომ ამ თამაშის რეპორტაჟი უნდა წავიყვანო. მე ჩვენ გავიყავით კოტეს თავის საქმე ჰქონდა მე ჩემი საქმე. აქ ერთადერთი რაც მხოლოდ ვარაუდის დონეზე შემიძლია თქვა, მე მგონი მაინც უბრალოდ ამ მატჩისადმი მზადების მიზნით 57 წელს რამდენიმე საცდელი რადიო რეპორტაჟი იყო კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს ჩემი ვარაუდის დონეზეა მხოლოდ. ვინაიდან არ ამგონია ხა მამას ასე შეშლოდა ეს ორი თარიღი უბრალოდ ეთყობა 57 წელს შედგა რამდენიმე საცდელი საკალათბურთო რადიო რეპორტაჟი აი ამ ამერიკელთან შეხვედრას ამერიკელებთან შეხვედრის გამო და შემდეგ უკვე პირდაპირ ეს სატელევიზიო ეთერი გახდათ და სატელევიზიო მატჩი შემდეგ უკვე ყველაფერი როგორც მის წიგნშია ალბათ ასე იყო აქ არის ერთი რამ გასათვალისწინებელი ალბათ ის რომ პირველი რეპორტაჟი შედგა კრივიდან და ცირკიდან ეს დაფიქსირებულია ის რომ სხვა კალათბურთი იქნებოდა თუ ფეხბურთი იყო მომდევნო ესეც დაფიქსირებულია და ის რომ ჩვენ ან სხვას უფრო მეტად გვახსოვს ფეხბურთი და კალათბურთი ეს ფეხბურთი და კალათბურთის დამსახურება და კოტე მახარეს დამსახურება და არა თქვათ ის რომ ეს პირველი იყო და არა ის მაშინ იყო ეროს სიმანჯგალაძე იყო კოტე მახარაძე იყო მირალ გულასაჯანიშვილი იყო თენგიზ ნათაციც მანამდე ჩვენ გვახსოვს გადმოცემიდან რომ 40-იან წლებში ძალიან ბევრი სახელმწიფო პიროვნებაც ცდიდა თავის ძალებს პიერ კობახიძესთან ერთად და აგაკი ძიზიგურთან ერთად დავით ციგუასთან ერთად და კიდე სხვები იღებდნენ მონაწილეობას მე საერთოდ რადიოში მოვედი რადიო იმიტომ რომ მაშინ რადიო ტელეკომიტეტი იყო და არა ტელერადიო კომიტეტი მოვედი 1963 წელს თამილა კახიძე იყო სპორტული გადაცემების რედაქციის რედაქტორი და ასევე მას ჰქონდა ჟურნალი ფიზკულტურა და სპორტი და მთელი წლის განმავლობაში აი ამ ფიზკულტურა და სპორტში თანამშრომლობდი პარალელურად ვიწერდი სასწრაფო გადაცემებს და მოვიდა დრო რომ მე უკვე პირდაპირ ეთერში გაეშვა ჩემი თავი ესე იგი რეალურად არ მოსულა უამრავი გადაცემა იყო ჩაწერილი როგორც რადიოსთვის, ასევე ტელევიზიისთვის და ამოწმებდნენ ამას რადიო ტელეს ხელმძღვანელები, რეჟისორები, რედაქტორები
მე ამოწმებდა რა თქმა უნდა უშუალობის კომიტეტიც. ესენი არის მუშაობის პროცესი, სადაც ჩვენ პტს 52 გადავაკეთეთ, მუფლ მისადგომი და ხელსაყრელი ახდა და დავარქვით მოძრავი სატელევიზიო სადგური 2U. ჩავთეთრები იყო ორივე სამკამერიანი იყო და ახლა ჩემი მოადგილე შალვა მანჯგალაძე იყო ინჟინერი 4 კამერა გააკეთა. მარტო თბილისს ყავდა ასეთი 4 კამერიანი მოძრავი სატელევიზიო სადგური შავთეთრი. ინგლისური მოძრავი სატელევიზიო სადგურიც ჰქონდა შავთეთრი MI ერქვა. ძალიან ისეთი კომფორტაბლურად იყო მოწყობილი, მაგარი სადგური იყო ძალიან ისეთი. როდესაც MI გამოჩნდა, ეს იყო ინგლისური მანქანა, ახალი გამოშვებული, ეს მოსკოვში იყო, მაშინ გამოფენა ინგლისის და ეს MI ჩამოიტანეს ერთადერთი. და მოსკოვისთვის უნდა მიეცათ ამ გამოფენის დახურვის შემდეგ. და გარდაფხაძემ ეს მერე უკვე მესეცები იყო თავმჯდომარე და იმისგან ვიცი მე რომ როდესაც შემოვიდოდა ჩემთანო ტექნიკის სათხოვნათო ისე შემეხვეწებოდაო რა არ შემეძლო მისთვის უარის თქმაო და აი ასე ხვეწნით დაუთმო მესეცებმა მოსკოვში ნამყოფი პტს-ი MI ერქვა და ჩამოიტანეს აქ. ჩვენ მიყვავდა ყველაფერი, ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი, ტანვარჯიში, ცურვა, წყალბურთი, ჩოგბურთი, რადიო და ტელერეპორტაჟები ძალიან ხშირად წავიყვანია ჩვენ ერთად. ძალიან ხშირად. განსაკუთრებით, როდესაც უკვე მივდიოდით, გახსოვს ის 15 კილოვიანი კასეტები მიმქონდა, მაგრამ არა მარტო მე, ჩემ კოლეგებს ყველას, თემურ ჯაფარიძეს, ნუგზარ ჯუღელს, სტატო ლაცხიშვილს ხვებს და ეგიდან 30 კილოგრამიანი თვირთით მოვდიოდით, რომ მე აქ ჩვენებინათ ის თამაშები, რომელიც ჩავიწერეთ. და ბედნიერება აი ესე მოგვეკიდა. ავი. ოიტანე. რა სიმძიმეა. ესე იგი ერთი არის კალათბურთი, მეორე არის ფეხბურთი. დრო დამგა. პერიოდი არის. ჩვენი დრო წავიდა. მაგრამ ესეც ჭირდება. ჩვენ თუ რამე უპირატესობა გვაქვს ტელევიზიასთან, ეს არის რომ ფონდი გვაქვს. რომელიც გამოყენება არის საჭირო. ელექტრონი ერთი კომპლექტი ქონდა. ესა 40 კომპლექტი. თუ მეტი არა, შეიძლება პტს-ებზე იყო კიდე რაღაცა. აი ეს არის ვიდეო მაგნიტოფონი, რომელიც დაღვევდა მოძრავ სადგურს. სადაც კეთებოდა პირდაპირ რეპორტაჟის პარალელურად ჩაწერები. ან მარტო ჩაწერები, ან ორივე ერთად. სარელევო ხაზის მეშვეობით. ორბედო საფუძველთა გუნდებში. მეორე ტოტია მიმდინარეობს შეხვედრა 0-0 მოსკოვის საფუძველები გუნდმაისტრები არიან ხოლო. არა, ნორმალური ჩანაწერია, ხედავ აგე. არ არის ცუდი. შემოგვიყვება. მაგრამ რაშეც ჩანოვის შემდეგ ალექსანდრე პოვოკაროვი, ვლადიმერ პისტოვი.
დიაფრაგმა გადმომირთე მერვე. ხოდა მან არ ვიცი ახლა შეიძლება მეორე ხოზე ავაწყო კიდე და რამე რო იყოს გადავივალ რა. სამე გონდა ძირითადად რა შეიძლება. აი. მაშინ ვამოწმოთ, გამოვში და შევამოწმოთ. ხაშა გარკვიე ეთერი არის 25-ზე, 25-ზე. აი ამ ძალიან კომენტარია. პირველი გადაცემები განსხვავდებოდა დღევანდელი გადაცემებისაგან. ძველი ძიმე სარელეო ხაზი, რომელიც იდგა მანქანაზე, პირდაპირ გადაეცემოდა სიგნალი მისი საშუალებით ფუნიკულიორს, ხოლო ფუნიკულიორიდან იქვე გადაეცემოდა გადამცემ საშუალებებს. დღევანდელი ის ანძა დგას გორში, რომელიც ესე იგი განაგრძობს იქ თავის მოღვაწეობას. დღევანდელი დღე ძალიან განსხვავდება წარსულისაგან. დღეს თანამედროვე აი სარელეო ხაზით პირდაპირ კოსმოსში გადავცემთ სიგნალს, ხოლო კოსმოსიდან საშუალება გვეძლევა გადავცეთ მთელ ქვეყანას, საქართველოს ფარგლებს გარეთაც. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჩვენ და რუსეთის ნაკრებს ევროპის რაგბის მმართველმა ორგანომ გადაუწყვიტა, რომ ორი მატჩი, ანუ წელიწადში თითოჯერ ხვდებოდით ერთმანეთს, ნეიტრალურ მინდორზე უნდა გვეთამაშა. 2009-ში რუსეთის ნაკრებმა აირჩია სამხრეთი უკრაინა, ქალაქი მარიუპოლი, ჩავედით, 5 ლელოდ დაუდეთ, მოვიგეთ და უკან დავბრუნდით. ახლა 2010 წელი დადგა და ჩვენა ვართ მასპინძლები. უნდა შევარჩიოთ ქვეყანა, ქალაქი ნეიტრალური. საქართველოს რაგბის კავშირში აღმასკომმა დაიწყო მსჯელობა სად გვეთამაშა. იყო პირველი ვერსია, რომ გვეთამაშა საფრანგეთში. გია ნიჟარაძე, მაშინდელმა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა თქვა, რომ რატო საფრანგეთში და არა თურქეთში. ნუ ეს თურქეთის ვერსია ავიტაცეთ და უცებ გაჩნდა აქ ძალიან საინტერესო იდეა. კი ბატონო, ვითამაშოთ თურქეთში, ოღონდ ვითამაშოთ ქართულ მიწაზე. სად? ან რიზეში, ან ტრაბზონში. ნუ ახლა ეს უკვე ისეთი სტიმული და არგუმენტი იყო, რომ ამაზე კამათი იმ წუთში დამთავრდა და გადაწყდა, რომ მატჩი გაიმართებოდა თურქეთში ჩვენ ძირძველ ქართულ მიწაზე. როგორც კი გაჩნდა ეს აზრი, საქართველოს ტელევიზიამ აიტაცა და თქვა, რომ ჩვენ გვაქვს უკვე ტექნიკურად იმის შესაძლებლობა, რომ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი მოვაწყოთ თურქეთიდან. მოსახლეობის უდიდესი ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ამ ღონისძიების ტრანსლაციას უზრუნველყოფდა საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მოძრავი სატელევიზიო სადგური გაემგზავრა საზღვარგარეთ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების უზრუნველსაყოფად. ტრანსლაციას წინ უძღოდა, ასე ვთქვათ, ათვისება, ეგრეთ წოდებული ათვისება, როდესაც მე და ჩვენ ტელევიზიის რეჟისორი ლევან ლიკვეიშვილი გავემგზავრეთ თურქეთში, რათა დაგვეთვალიერებინა სტადიონი და იქ არსებული კომუნიკაციები. ხოლო შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის მოძრავი სატელევიზიო სადგური და თითქმის 50 კაციანი შემადგენლობა, როგორც ტექნიკური, ასევე შემოქმედებითი, გაემგზავრა ტრაბზონში ამ მატჩის ტრანსლირების უზრუნველსაყოფად. საზღვარგარეთიდან ესეთი მატჩის ტრანსლირება ყოველთვის გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ტექნიკურთან ერთად მე გავიხსენებდი ესეთ მომენტს, როდესაც სტადიონზე მოვიდა თურქეთის ტელევიზია და გვიშლიდა ხელს ამ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ორგანიზებაში და მოითხოვდნენ, რომ დაგვეტოვებინა ეს სტადიონი, რომელიც ჩვენ რა თქმა უნდა არ დავთმეთ. გარდა ამისა, სირთულეები ჰქონდა თურქსათანაც, რომელმაც გადაცემის დაწყების წინ რამოდენიმე წუთით ადრე მოგთხოვა ტესტი, ეს სატელიტური ოპერატორი გახლავთ და
ესეც გარკვეულ ნერვიულობას და დაძაბულობას ქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ სტადიონზე ვიყავი, სამწუხაროდ ვერ მოახერხე ნორმალურად ამ მატჩის ნახვა, რადგან ბევრი სანერვიულო ქონდა, როგორც გითხარით. სამაგიეროდ ჩვენს მოსახლეობას ეს არაფერი არ გაუგია და მან მიიღო ის უდიდესი სიამოვნება, რომელიც ჩვენმა ნაკრებმა მიანიჭა მათ თავიანთი გამარჯვება. მივიდა კაჭარავა 9 ნომრად. კვირიკაშვილი. ზირაკაშვილი. შვენიანი გამარჯვება დაცვა. თლიანად მოიგო რუსეთის დაცვა. შიმოძილი შესანიშნავი ლელო დღევანდელ შეხვედრაში. ოჩა ეს გახდა დავით ზირაკაშვილი. მატჩი რა თქმა უნდა სანახაობრივად ემოციურად დატვირთული დავით ზირაკაშვილის პირველივე ლელო და ყველაფერი გარკვეული იყო რომ ჩვენი შეხვედრას დიდი ანგარიშით მოვიგებდით მართლაც 5 ლელო დაუდეთ მეტოქეს მათ ერთად გვიპასუხეს და ტრაბზონში უდიდესი ქართული დღე ქართული ზეიმი იყო იმ დღეს. ეს იყო სტადიონი 5000 ქართველით, რა თქმა უნდა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებითა და ჩემ და სასიხაროდ საქართველოს ტელევიზიის საზოგადოებრივი მაუწყებლის კი ბატონო მოძრავი სატელევიზიო სადგურით, შემოქმედებითი ჯგუფითა და ტექნიკური პერსონალით. საქართველოში სატელევიზიო პროგრამების გავრცელებისათვის 2009 წელს ჩვენმა მთავრობამ მიიღო საკმაოდ მოწინავე გადაწყვეტილება. საქართველოს აიღო ვალდებულება ასევე შეერთებოდა ევროპაში სპექტრის ჰარმონიზაციის მოთხოვნებს, რაც ნიშნავდა, რომ ჩვენთან სატელევიზიო მაუწყებლობა უნდა გამხდარიყო ციფრული. მას მერე რაც 2015 წელში ჩვენი მაუწყებლობა ციფრული გახდა, ჩვენ სახმელეთო მაუწყებლობით შეგვიძლია მაღალი გარჩევადობის, ანუ HD გამოსახულება მივაწოდოთ მომხმარებელს, თუ რა თქმა უნდა მაყურებელს შესაბამისი ხარისხის ტელემიმღები აქვს და შეუძლია მაღალ გარჩევადობაში უყუროს ჩვენს პროგრამებს. ეთერში ხარ. მოგესალმებით პატრიციულო ტელემაყურებლებო, საზოგადოებრივი მაუწყებელი ისტორიის პირდაპირ რეპორტაჟი დინამო არენა და სადაც გაიგოვა საქართველოს ჩემპიონის ვინაობა გაგამავა